დაფიქრდით და ეხლა გამოიღვიძეთ, რომ ეს აღარ არის პოლიტიკა, ამ ხელისუფლებამ ყველაზე ცუდი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ მოსახლეობა დაყო ნაცებად და ქოცებად. იმ ხალხს, რომელსაც მხოლოდ უკეთესი მომავალი უნდათ და ამ უკეთეს მომავალს ხედავენ მხოლოდ ერთ გადარჩენაში, თუ ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი, რომ არ გადაგვყლაპოს იმ ჩვენმა ბოროტმა მეზობელმა. ეს არის ჩვენი ერთადერთი ხსნა. იცოდეთ, დღეს ჩვენ გვწიხლავენ, ჩვენ გვივარდებიან სახლებში, მაგრამ დადგება დღე და აუცილებლად დადგება და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ თქვენც მათი ამომრჩეველით, როდესაც ხმას აიმაღლებთ, როდესაც გექნება წინააღმდეგობრივი აზრი, აუცილებლად თქვენს გადაგივლიან. ჩვენ უნდა დავამხოთ ეს რეჟიმი, აუცილებლად უნდა დავამხოთ. ჩვენ არ გვინდა ძალადობრივი ხელისუფლება, ჩვენ გვინდა თავისუფალი, ევროპული, ნათელი მომავალი გვინდა ჩვენი შვილებისთვის. ძალიან გთხოვთ ყველამ, თქვენს ახლობლებს, ნათესავებს. მე ვიცი, რომ ჩვენ ყველას ვყავს ირგვლივ, ვისთანაც ვერ მოვდივართ თანხმობაში. ძალიან გთხოვთ, მხოლოდ ის გავაგებინოთ, რომ მხოლოდ ერთადერთი გადარჩენა ჩვენთვის არის ევროპასთან შეერთება, გავხდეთ ევროპის ნაწილი და ჩვენ ახლა ამ მიზანთან ვიყავით ძალიან ახლოს. მშვიდობას უსურებ ჩემს საქართველოს, მშვიდობას usურებ ქართულ ხალხს და ღმერთმა არ დაგვიყენოს ის დღე, რომ ქართველი ხალხი ერთმანეთს სამტროდ გადაეკიდოს. აი ახლა მაკაკალებს ისევ ნერვიულობ და მეშინია, იმიტომ რომ ჩვენ ულამაზეს, უჭკვიანეს, უნიჭიერეს ახალგაზრდობას თავებს უჩეხავენ. ანატყურებენ, იმიტომ რომ ისინი არიან ახლა ჩვენსმაგივრად იქ და აკეთებენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან რამეს, საქართველოს განთავისუფლებას. და ყველა ჩვენთაგანი ვალდებულები ვართ, როცა ყველა სახლებში უვარდებიან, იჭერენ, თავებს უტეხავენ. ვალდებულები ვართ, რომ ყველა ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ყველას როგორც შეგვიძლია. სხვანაირად დაღუპულია ჩვენი ქვეყანა და როგორც ბიზნესამ დაგვარქვა უსამშობლოები, ზუსტად ასე დავრჩებით ყველა. ვაჟახშაველასკან როცა დამონებაში იმყოფება ქვეყანა, თავისუფლებას მოკლებული იგი დამწყდებულია ციხეში და მე არ მინდა რომ საქართველო იყოს დამწყდებული. მე არ მინდა რომ ოდესღაც შეიძლება ვთქვა, რომ მე მივდივარ საქართველოში, მაგრამ დავხვდები რუსეთი, იმიტომ რომ მე დავიბადე საქართველოში და გავიზარდე იქ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ ვთქვა, სადაც იქ იმ ხალხს ვთხოვენ, თუნდაც მით უმეტეს ახალგაზრდებს, ამდენ სტუდენტებს, ასევე ჩვენს მეგობრებს და ძალიან მტკივა, მე მართლა ძალიან მტკივა. იმაზე მაინც დავფიქრდით, რომ მაგ მით
მიწაზე ჩვენმა ხალხმა ჩვენმა წინაპრებმა